საქართველოს ნუმიზმატიკური საგანძური კიდევ ერთი უნიკალური ექსპონატით გამდიდრდა. გონიო აფსაროსის ციხეზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას მეცნიერებმა ნეოკესარიის ნახევრად ავტონომიური მცირე ტირაჟით გამოშვებული ბრინჯაოს მონეტა აღმოაჩინეს, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის 184-185 წლებით თარიღდება. რატომ არის ეს მიგნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მკვლევარებისთვის და რა ახალ შტრიხებს ამატებს იგი გონიო აფსაროსის მდიდარ მატიანეს? ახალი არტეფაქტები მეცნიერებს საშუალებას აძლევს გაცილებით ზუსტად აღადგინონ ციხესიმაგრის განვითარების ისტორიული ეტაპები. მიმდინარე წელს მასშტაბური არქეოლოგიური ექსპედიციები პეტრასა და კავიანის ციხეებზეც განხორციელდა, სადაც კვლევების შედეგად არაერთი ფასეული ნივთი გამოვლინდა. მერაბ წულუკიძისა და ედნარ კოჩალიძის რეპორტაჟი. მიმდინარე წელს აღმოჩენილი ნუმიზმატიკური მასალიდან თქვენს ყურადღებას მივაპყრობ აი ამ ბრინჯაოს მონეტას, რომელიც მოჭრილი არის ანტიკურ ქალაქ ნეოკესარიაში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. თითქმის 1840 წლის წინ მოჭრილი ბრინჯაოს მონეტა გონიო აფსაროსის ციხეზე მიმდინარე არქეოლოგიური კვლევის ერთ-ერთი უახლესი და გამორჩეული აღმოჩენა. ნეოკესარიაში მცირე ტირაჟით მოჭრილი ნახევრად ავტონომიური მონეტა ჩვენი წელთაღრიცხვით 184-185 წლებით თარიღდება. საქართველოს ტერიტორიაზე ამ ტიპის მონეტა პირველად გამოვლინდა. მონეტის ერთ-ერთ მხარეს ღვთაება დემეტრა და ორი თავთავია გამოსახული, მეორე მხარეს კი ფრთიანი ელვა და წარწერა, რომელიც მის წარმომავლობას ნეოკესარიას მიუთითებს. აღნიშნული მონეტის აღმოჩენა მრავალ მხრივ არის მნიშვნელოვანი. პირველი ეს არის ის, რომ ანალოგიური მონეტა, აი კონკრეტულად ეს სამონეტო ტიპი პირველად აღმოჩნდა არა მხოლოდ გონიოში, არამედ საქართველოში. მართალია ბიჭვინთაში გვაქვს ნეოკესარიაში მოჭრილი 2-3 მონეტა, მაგრამ ისინი სხვა სამონეტო ტიპოლოგიას განეკუთვნება. ერთი მონეტა ერთი შეხედვით ისტორიის მხოლოდ მცირე ფრაგმენტია, თუმცა არქეოლოგიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ იმას, რა არის აღმოჩენილი, არამედ სად და რა კონტექსტშია აღმოჩენილი. ნეოკესარიაში მოჭრილი მონეტის აფსაროსში აღმოჩენა იმ კავშირებზე გვაფიქრებს, რომლებიც რომის იმპერიის აღმოსავლეთ საზღვარზე მდებარე ამ სამხედრო პუნქტს სხვა რეგიონებთან ჰქონდა. მონეტა შესაძლოა იმ ადამიანების გადაადგილების, სავაჭრო თუ სამხედრო კავშირების ერთ-ერთი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი კვალი იყოს. სწორედ ასეთი აღმოჩენები ეხმარება მკვლევრებს უფრო ზუსტად აღადგინონ ის ეკონომიკური და კულტურული გარემო, რომელშიც ანტიკური აფსაროსი არსებობდა. წლევანდელმა გათხრებმა დააზუსტა ციხე-ქალაქის ფუნქციური და ქრონოლოგიური რიგი საკითხები და აღმოჩენილი მასალები სწორედ იძლევა იმის საშუალებას, რომ გავადევნოთ თვალი ამ ციხე-ქალაქის განვითარების ეტაპები. კვლევები საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ კარგად აისახა რომის იმპერიასა და კოლხეთს შორის ურთიერთობები და სწორედ ეს აღმოჩენილი მასალა ასახავს სამხედრო პოლიტიკურ და სავაჭრო-კულტურულ ურთიერთობებს და რაც მნიშვნელოვანი არის, სამეცნიერო მიმოქცევაში შევა სრულიად ახალი მასალა, რომელიც გაამდიდრებს ცოდნას გონიოს ციხის ისტორიის შესახებ. გონიო აფსაროსის მიწისქვეშა ფენებში აღმოჩენილი თითოეული არტეფაქტი ციხის ისტორიის ცალკეულ ნაწილს გვიყვება. მონეტასთან ერთად აქ აღმოჩენილი კერამიკა, მინის ნაწარმი, ნაგებობათა ნაშთები და სხვა მასალა საშუალებას იძლევა სხვადასხვა პერიოდის მონაცემები ერთმანეთს დაუკავშირდეს და უფრო სრულად გამოიკვეთოს აფსაროსის განვითარების ისტორია. ამ კონკრეტულმა აღმოჩენამ შესაძლოა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა გააჩინოს. რა გზით მოხვდა ნეოკესარიაში მოჭრილი მონეტა აფსაროსში და რას გვეუბნება ის იმ ის ადამიანების საქონლისა და ფულის მიმოქცევის შესახებ. ამ კითხვებზე პასუხის ძიება კი მხოლოდ ამ ერთი მონეტის შესწავლით არ მთავრდება. მნიშვნელოვანია მისი აღმოჩენის არქეოლოგიური კონტექსტიც და იმავე ფენაში გამოვლენილი სხვა მასალაც. ეს არის სანადის იატაკი, სადაც უკვე რომაული პერიოდი დაიწყო. გონიო აფსაროსი წელს მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენის ადგილი არაერთხელ გახდა. კვლევების შედეგად გამოვლენილი სხვადასხვა პერიოდის მასალა ახლა სპეციალისტების შესწავლისა და კონსერვაციის ეტაპზეა. არქეოლოგიური სამუშაოები მხოლოდ გონიო აფსაროსით არ შემოიფარგლება. 2026 წელს ექსპედიციები პეტრასა და კავიანის ციხეების ტერიტორიებზეც ჩატარდა. ამ ეტაპზე კვლევა ფიჭვნარის ანტიკურ სამაროვანზე გრძელდება. სამუშაოები კი აჭარის სხვა არქეოლოგიურ ძეგლებზეც იგეგმება.
ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია არქეოლოგიური სამუშაოები, გათხრები. შესაბამისად, მიმდინარე წელს ვერ გეგმავთ და მიმდინარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფიჩვანარის ანტიკურ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები, ასევე იგეგმება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მახვილავში სამუშაოების დაწყება უახლოეს პერიოდში. ეს მიმართულება კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესოა, რამე თუ თითოეული არტეფაქტი უჩვენებს ჩვენი ქვეყნის ისტორიას და დიდ მნიშვნელობას, რომელსაც ატარებს ეს ჩვენი რეგიონი. პატარა ბრინჯაოს მონეტა, რომელიც თითქმის 2000 წლეულის განმავლობაში მიწის ქვეშ იყო, დღეს უკვე ისტორიული წყაროა. მისი აღდგენა კიდევ ერთი დეტალია იმ დიდი სურათის, რომლის აღდგენასაც არქეოლოგები გონიო აფსაროსში წლების განმავლობაში ცდილობენ. რა მასალას მალავს ციხის სხვა ფენები, რა ახალი კავშირები გამოიკვეთება აღმოჩენილ არქეფაქტებს შორის და კიდევ რა შეიძლება გვიანბოს მიწის ქვეშ შემონახულმა აფსაროსმა. არქეოლოგიური კვლევები აჭარაში გრძელდება და შესაბამისად ანტიკური ისტორიის ახალი ფრაგმენტების აღმოჩენაც ჯერ არ დასრულებულა.